ორთან მუშაობის დროს ყველას ქონია შემთხვევა, როცა გვინდა რომ ჩვენი მოქმედება დავუბრუნოთ უკან. ამისათვის სწრაფად ხელმისაწვდომ ზოლში არსებობს მოქმედების უკან დაბრუნების ღილაკი. არსებობს ასევე მოქმედების წინ დაბრუნების ღილაკიც. მოქმედების უკან დაბრუნების ღილაკი მიმაგრებულია კლავიატურაზე Ctrl და Z ღილაკზე. ანუ Ctrl და Z ღილაკის ერთდროულად დაჭერით მოხდება მოქმედების უკან დაბრუნება. ხოლო წინ დაბრუნების ღილაკი მიმაგრებულია Ctrl და Y ღილაკთან. წინ დაბრუნების ღილაკი გარდაიქცევა გამეორების ღილაკად, თუ ჩვენ ჩავატარებთ რაიმე მოქმედებას. მაგალითად, გავამოხოთ სიტყვა და ნახავთ, რომ ღილაკი შეიცვალა. მოვნიშნოთ სხვა სიტყვაც, დავაჭიროთ გამეორების ღილაკს და ვნახოთ, რომ დავინახავთ, რომ ეს სიტყვა წინა სიტყვის მსგავსად შეიცვალა. დავუბრუნოთ ჩვენი მოქმედება მოქმედების უკან დაბრუნების ღილაკით. ერთხელ და ორჯერ. შეიძლება ასევე წავშალოთ სიტყვები, ან ჩავატაროთ სხვა რამე ოპერაციები და ამ მოქმედების დაბრუნებაც არის ასევე შესაძლებელი. ურჩეულია ასე დააბრუნოს მოქმედებები უკან და წინ 100 ჯერ. ხოლო მას შემდეგ რაც მოხდება დოკუმენტის შენახვა და დოკუმენტის დახურვა, ეს ყველა მოქმედება იქნება დავიწყებული და შემდეგ მათი უკან დაბრუნება იქნება შეუძლებელი.